საერთაშორისო საზაფხულო ბანაკის სამშობლო ახალი სეზონისთვის ემზადება. უკვე ბათუმში, საინგილოსა და რუსეთში მცხოვრები 120 ქართველი ბავშვი იმყოფება. მათ ბანაკში 2 კვირის განმავლობაში ქობულეთში უმასპინძლებენ. ამ დროის განმავლობაში ისინი საქართველოში არსებულ ტაძრებს მოილოცავენ. დაგეგმილია კონკრეტული საგანმანათლებლო და განსართობი ღონისძიებები. ბანაკის ოფიციალური გახსნა ხვალ იგეგმება. მანამდე კი ბავშვებს ქალაქის მერიამ ბათუმის აკვაპარკში უმასპინძლა. ბანაკის სამშობლო მეოთხე წელია ბათუმ-ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტის მეუფე დიმიტრის ლოცვა კურთხევით ფუნქციონირებს. ბანაკი უცხოეთში მცხოვრებ ქართველებსა და სასულიერო პირთა მრავალშვილიან ოჯახებს მასპინძლობს. ბანაკის მიზანი უცხოეთში მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის ქართული კულტურის გაცნობა და მათი დაახლოებაა. პირველად ვარ ბათუმში, ძალიან მოხარული ვარ, რომ ესეთი კარგი დროს ვატარებ და ამ 2 კვირის განმავლობაში ვაპირებ, რომ დრო კარგად გავატარო. დავაი ბავშვებთან დამეგობრება. ხო, მინდა რომ ქართველები გავიცნო და დავმეგობრდო. მე ბათუმში იმიტომ ჩამოვედი, რომ კარგად გავერდო და ქართველები უფრო კარგად გავიცნო. და კარგად დავისვენო. ტრადიციულად ისინი მოილოცავენ საქართველოს სხვადასხვა ეკლესია მონასტრებს. ასევე გაერთობიან ჩვეულებრივად დღეს უმასპინძლა აკვაპარკმა ტრადიციულად მათ. და ყველანაირი პირობებია შექმნილი, ზღვაზე დასვენება, არის ინტელექტუალური თამაშები, სპორტული თამაშობები, გართობები. ბანაკის უპირველესი მიზანი არის მათი დაახლოვება ქართველი ბავშვების.